თეკლა ერისთავი, ხო კარგად ჟღერს. თეკლა ჟღერით კარგად ჟღერს, მაგრამ ერთი მინუსი აქვს. რა? ვერ გათხოვდები. რატომ? რატოდან? როცა მარტო თავადი იყავი, მაშინ ვერ ნახე შესაფერისი ბიჭი და ახლა ეგეთი ადამიანი საერთოდ არ არსებობს. ისე რა უცნაურია რა, ზოგს ბებია და ბაბუ აყავს გმირი, მე კიდე მეგობარი და შვილი. ელენე, ისე ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა ნიკა რა. მიხვდა რომ ამ ჩოგბურჭი წარმატებას ვერ მიაღწევდა და სამშობლოს მიაწვა. ვაშაცდები ნიკა ძალიან მოწონს ჩოგბურთი. უცნელსაც ველაპარაკი და მითხრა ძალიან ნიჭიერი ბიჭია. მაგრამ ეს ჩემი დირექტორი გამანგიჟებს რა. რას არ ვაკეთებ რომ საერთო გამოვნახო, მაგრამ მოიცა რა, არ გაამართლა ჩოგბურთმა? არ დადის კორტებზე ბავშვის შვილის ანახავა? არა. მოიცა, არ აინტერესებს შვილი რას აკეთებს? რა უპასუხისმგებლობა? არა, მე ხომ იმიტომ შევიყვანე ნიკა ჩოგბურთზე, ჩემ დირექტორს თავისი შვილი რომ დაყავდა. ახლა ადგა და კრივზე შეიყვანა. რას გაღარ? თეკლა რა უნდა ვქნა ეხლა მე? მოიცა, ჩოგბურთიდან კრივზე შეიყვანა, გაგიჟდა? თეკლა აი მე საწყარი ნიკა. გაკლდა ეხლა სრული ბედნიერება. და მოიცა, იცის ნიკამ რომ უნდა მიბებონ ხოლმე. რას ნიშნავს თეკლა მიბებონ? ბავშვია, ის ხომ არ არის? მაგრამ რა. მოდი. აი. ნიკა რას მალა უკან? ჰა? რაღაცა მოიტანა ეხლა კიდე. რას მალავ ნიკა? ნიკა. ანახელია უბრალოდ ჩოგბურთის დროს წავიდეთ და ვიტკინე. და ვინ შეგიხვია? ექიმა. და იგი მაინც ბოლომდე ვითამაში და მოვიგე ტკივილს კიდე გაუძელი. აჰა, გაუძელი ტკივილს ხო? ნიკა, მომავალში ხვირი, ყბა, თვალები მოგეწო. გაუძლებ იმასაც, ჰა? რატო უნდა მეთკინო? ჩოგბურთზე დავდივარ კრივზე ხომ არა? არა. უი, დე, შენმა უფროსმა თავისი შვილი დათუნა კრივზე გადაიყვანა. აი, წარმოიდგინე რა უნდა და კრივზე. დე. მასლა. აუ, რა უნდა და კრივზე რა. სამაგიეროდ ნიკა, რო დამაწინაურებენ, რასაც გინდა იმას გიყიდი და სადაც მოგინდება იქ დაგიყვან. აუ, როდის გავიზიდები და ჩემი კარგ სამსახურში უნდა შევიყვან. ეს მე? ოკეი, შენ. აჰა. ეს მე. ოიც რა წეგარო იყო ეს მე შენ ახლა აღარ არის ეს მე შენ ჰა? მადლობა. აი. შენ მე შენ. აი მოგირე ხო? ბატონ, გეამაყება ხო? რა მიამაყება? რა და გმირი შაის რომ მზადე, ჰა? კარგი რა, შენ კი არა ხარ გმირი, მე ვარ გმირი, რომ მთელი დღეა შენს მედალს და შენ გიძლება. ისე რატი რა მაინტერესებს? ნეტა იმ გოგომას თუ ნახა ტელევიზორში, ჰა, მე და შენ მემედალი ერთად. ჰა? შეიძლება ალბათ გნახარ. აუ, გაგიჟდებოდა, არა რატი გაგიჟდებოდა. რა ვიცი, ალბათ გაგიჟდებოდა, მე მგონი რა ვიცი, არა? ხო, თან როგორი ტელეგენური ვარ რატი, ჰა, როგორი ტელეგენური ვარ.
ო, ეს медали ოქროსია? რა თქვია ოქროს, სუფთა ოქროა, რა თქვია, აბა? ისე მაგარი კონკურენტი გამოუჩნდა შენს მარცხენა მუხლს რა. ისე რა მაგარია, გულზე медали, ბუხში პლატინა, ხო მაგარი ტიპი ვარ, ჰა? ხო, ძალიან მაგარი ტიპი ხარ. გულზე медали, საბაზანოში ბაყაყი. ალინიკა, მალე სახში გავახული გმირი გვეყოლება. აბა. ვინმე გააღებს? მე გავაღებ, აბა ესენი გმირები არიან. მოგძანით ბატონო ფრიდონ, მოგძანით. გამარჯობა. შემოგძანით. გამარჯობა. ჩემი სპექტაკლის ბილეთები მოგიტანეთ. აი, რა კარგია. ნუ რამდენი ხანია არ მოგიტანია ჩვენთვის სპექტაკლის ბილეთები. ძალიან კარგი, დაბრძანით. და ვიცნობთ ჩვენ ამ პიესას, ვიცნობთ ამ სპექტაკლის პიესას, ვიცნობთ? იცნობთ? წითელქუდა. წითელქუდა. ძალიან კარგი სპექტაკლია, ექსპერიმენტალური. და ეს ექსპერიმენტალური რას ნიშნავს რა? წითელქუდას თამაშობს ბიჭი. აი რა კარგია. ესა ბატონო ფრიდონ. ეს ახლა რეჟისორმა მოიფიქრა თუ რეჟისორმა მოიფიქრა. ცნობილია ეს რეჟისორი თავისი ექსპერიმენტებით. და გაგებული გექნება პირველად დადგა მე ბებია და ილიკო. ილარიონის რა იყო ისეთ შუა რეპეტიციებიდან მსახიობი წავიდა და რეჟისორმა აღარ შეცვალა მსახიობი. ოჩა. სამ კაცზე გადაანაწილა ტექსტები. ორიგინალურია. წამოხვალთ ხო? აი მოვდივარ, ფაქტიურად მოვდივარ. ბატონო ფრიდონ, კი აუცილებლად წამოხვალთ, აუცილებლად. რა მაინტერესებს? მოგძეთ. კიდევ თუ რაღაცა მიუმართავს სხვა ექსპერიმენტებისთვის თვითონ რეჟისორი. დიახ. ოტელო დადგა. ოტელო დადგა. და რა ოტელო რა? ოტელო გუდავს დეზდემონას. ოჩა, ოტელო გუდავს კი დეზდემონას და აქ სად არის ექსპერიმენტი? გაზით. უდა. მოემზადე საღამოს სპექტაკლზე მივდივართ. აუ, ჯერ კრივიო, მე ექსპერიმენტალური წითელქუდაო. და აღარ გიყვარო არ? ფრიდონს რა მაგრად უთხარი? ფრიდონს ხო მაგრად უთხარი? რა და ის რა ქვია? ხო და 2012 წელია და ვარ კონფლიქტის ზონაში. ხო და ვარ კონფლიქტის ზონაში და ხედავ რომ ჩემსკენ მოემართება უზარმაზარი ტანკი რა. მოიცა, ეხო მომყევი, იქ ვიყავი და ნუ გაიმეორე რა. გამეორება ცოდნის დედაო რა. ხო და ვგავარ კონფლიქტის ზონაში და მოდი შეს უზარმაზარი ტანკი ჩემსკენ რა. და ვგავარ და უკვე კი არ ვზივარ ამ წევარ ვგავარ რა. ვგავარ და ხელში მიჭირავს ჯაყვა რა. მოდი შეს ტანკი მოდის და ფიქრობ ეხლა მივიდე არ მივიდე, მიჭირავს შეიჯაყვა, მივიდე არ მივიდე, დავესხა, ამ ფიქრებში ვარ, ხო ხტები და ზუსტად ამ დროს რეკავს ტელეფონი. მიდიხარ და იღებ. არ არის ჩემი ტელეფონი, შენია მიდი და შენ თვითონ მოპასუხე. არა, ჩემი ტელეფონიც აქ მაქვს, არ არის ჩემ. აბა ვისია? არ ვიცი. ფრიდონს ხო არ გაჩა? შეიძლება. ხო, მოიცა ფრიდონის ტელეფონი. რატი? უნდა უპასუხო რატი? უნდა რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, ქალების გუნდ სამყრობელი, გიჟმაში ფრიდონ შვანგილაძე არტისტი ის. რა დამაყარე? მე ხი. ისა, რა სასიამოვნო ხმა გაქვთ გოგონი? შეიძლება თქვენი სახელი რო გავიგო? ხო. მე პაატა ვარ. პაატა მეზობელი, გმირი პა. არა, ვირი არა, გმირი. უკაცრავ, რატომ ეჩუბებით ხა? თქვენ სული ხართ ხო? სული ხართ თქვენ?
არა მე ვერ უპასო არა რატომ მეჩხუბებით არა რა ფრიდონმა ჩააწყო არა რა შუაშია ფრიდონი ქალბატონო არა ვინ ჩააწყო რა არა ქალბატონო რატომ მეჩხუბებით არა გმირი დიახ ხო აკინის რა პატარა რა გააკეთე ფრიდონის სული იყო რა ოქნა რა ტიხა არა და კაცი ამბობდა რომ ის რა ქვია უნდა შეურიგდეო და რაღაცა ავაწყეთო ურთიერთობა და გაუფუჭე ახლა ყველაფერი რა ოქნა რა გავაკეთო ახლა ვერ გავაკეთე წავალ გაუტან რა უცად გაურბენინებ და იმას იმას მოაგვარებ სანამ რაღაცა რა გაუტან თეატრშია ფრიდონი გავიდა აუ მაშინ წავალ და თეატრში გაურბენინებ სანამ სპექტაკლი დაიწყო რა გავაკეთე რატი და ოხ რა გავაკეთე წავალ გავიქცევი ახლა სანამ ო ნელა გაიქეთი ზანევა ისე არ მიასწრო ფრიდონს იქ თეატრში აგე როგორ არ მოგბეზრდა ეს უაზრო ხმო კარგი ვიცი და გავიცი კატანოს ეს პატა რატი პატა ისა გმირს 5 თეთრი არა კლიპჭისთვის და ვერ მისცენ და ოქროს მედლებს არ ღებულობს ლიფტი არ მოგბეზრდა ჩამოდიხარ? კი, მოდივართ. ნიკა დროზე ჩამოდი გვაგვიანდება. ელენე, რა არის ეს გამაგებინე რა არის? ეს უნდა მაჭამო ამ ხელა კაცსა. რა არის ლაშა სალათის ფურცლებია უკალორიო არაჟნით და ზეთისხილით. ლაშა ვიძია თუ გინდა მე შევჭამ ამას და თეატრში შენ წადი ხა? გემრიელია. რო არ წავიდეთ მიხვდება ფრიდონი რას მიხვდება ბოლო რიგია და ვერ დაინახავს მივალთ თუ არა ჰა არა თეკლა ბოლო რიგი კი არის მაგრამ ეგ ბოლო მეხუთე რიგია და რო არ მივიდეთ შეგვამჩნევს სირცხვილია რახან დავპირდით უნდა მივიდეთ და რო არ წავიდეთ არა უნდა წავიდეთ ისა ნიკა მამა შენის ბრალია მე რომ მოვდივარ ხომ მოდიოდა რატო გადაიფიქრა რავი, თავიდან კი მოდიოდა, მაგრამ მე რომ გაიგო რომ წითელ ქუდას ბიჭი თამაშობს, უცებ რაღაც აუცილებელი საქმეები გამოუჩნდა. გამარჯობა. ფრიდონი შემხვდა ეხლა სადარბაზოში. რა უცნაური კაცია, რაც ბილეთები ქონდა თავისი თეატრის. შენი წამოსვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მეუბნებოდა. თან თურმე თვითონ ყიდულობს ამ ბილეთებს და მე არ იგებს ესე რა. ვაიმე, ვიტირებ ახლა, წადით მალე კაცო, მალე. დავედი. ლაშა, მათივაში ციტიბურა, ხაჭოთი და ჭამე. მივიხო. წადით თქვენ და ამ ციტიბურას ახლავე ლაშა. რა მაგარია ქოლესტერინი რა. რატი დამეწევი? აბა რას ვიზა? მოდი. აჰა. ისე ამას ლუდი როგორ მოუხდება, არა ახსოვ მე რატი არა. არა ხო? მეც მაგიტომ შემოვედი რომ მე ვთქვა არ სავთო. კარგი. ისე არა და რა კარგი ამინდია? გარეთ? გარეთ არა სახში. ხო. არა ხო? არა. არა, არც მე არ მინდა ლუდი შენ? არა. ნუ რახან არა. არა და დალებდა კაცი რა. ადა. აი ეს არის ჩემი სამფლობელო. მაგარი ბატონო ფრიდონი. რა ვერ გავიგე იცი? რა. რო შემოდიოდი გარედან ბუღალტერია რატო ეწერე? საგრიმიეროში იატაკი ჩაგვივარდა და დროებით გადმოვედით აქ 1-2 საათი. ისე პრინციპში ბატონო ფრიდონი ეხლა მე რო აქ შემოვედი. ეს საგრიმიერო კი არა, ეხლა არის საგმირიორო. ხო, მე ხო მივივა. ხო, რა. მერი. მომისმინე, მითხარი ერთი რას მეუბნებოდი იმ ტელეფონზე დაგჩაო თუ რაღაცა. დროზე მითხარი, თორე დაიწყო. ხო, რასა. მოკლედ აი ეს ტელეფონი დაგრჩათ და რეკავს ეს ტელეფონი, არ ჩერდება ეხლა და ავიღე ეს ყურმელი, ხო უნდა ამეღო რა. ხო, სწორად მოვიქეცი. ხო. ხო და ვეუბნები
რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, ქალების გულთამკვრობელი, გიჟმაში ფინონ შვანგირაძე გისმა. ხო და მე მეუბნები რასტასია მონო ხმაგავს გოგონი მეთქი. შეიძლება შენი სახელი გავიგო მეთქი? ხო. მე რა ქვია? მე თქვენი ცოლი აღმოჩნდა. რა? მანანა? უშე ჩემ თულს უთხარი ეს ყველაფერი. ძალიან ლანძღავთ ახლა? ჩამოწიე გასწავლე. რამდა გაგიშა ბიჭო ხელაკაცია? რა სისულელეები გითხავს რა არის ეს რა? ხნა ბატონო ფრიდონ ვერ გავიგე მე ხუმრობდი და თქვენ კიდე მართლა ამბობთ ხოლმე ეგეთ რაღაცეებს და. კარგი, რაო მე რა გითხრა ჩემმა ცოლმა? დაგაყარე მეხიო. კახასიაზე ყოფილა რა გიგო? ისე რანაირად ვერ მიხვდი რომ ჩემი ცოლი იყო. ხო წერია ტელეფონში გარკვევით, ჩემი ცოლი. ხო, ავიცი ბატონო ფრიდონ ახლა აღარ დამიხედია, მე რეკავდა რა. უზრდელი ხო არა, სხვისი ტელეფონები მომოწმო, აბა რა წესია ვერ გავიგე. შენა ისე ის კარგად მოვიფიქრებია ის რა. გიჟმაში მიხდება. ხო. მაგარია. ამ ძალიან აღარ მიბრაზდებით ხო, ძალიან არ მიბრაზდებით ხო? არ ხართ ხო გაბრაზებული? ხო, კარგი, არა უშავს, დაურეკავ სპექტაკლის შემდეგ და აუხსნე ყველაფერს, კარგი. ხო, მართლა ის რა სპექტაკლია ბატონო ფრიდონ? რა სპექტაკლია და წითელხუდა. წითელხუდა? ხო. და თქვენ მიხართ? გელი. რამე გელი ხარ ბატონო ფრიდონ? მაინც სცენაზე რო გავხვალ არ დაიყმულა კბილები გააკრაჭუნე რომ მაყურებელი მივხვდეს არ დაიბნეს ეს. გელი ხარ თუ ყურდღელი კაცო? ესიერად. ურიებას. შენ იმაიმუნე და გენერალურ რეპეტიციაზე იმპროვიზაცია შეუშვი. მართლა. ხო. გავაგიჟე რეჟისორის გავაგიჟე ხო. მაგარია. ხო. ვიდონ? ბატონო ალექს. ეს არის ის იმპროვიზატორი რეჟისორი ბატონი ალექსი. გამარჯობა ალექს. ბატა. გამარჯობა. ფრიდონ, ბატონო. ფრიდონ. რას მიკეთებ ფრიდონ? დავგლიჯი არა? რას მე იმპროვიზაციები? რას მე იმპროვიზაციები? დაინასური. შენ გელი ხარ. გელი. ხო. და რა ჰამლეტი? არა. გასაგებია? ხო. კარგი. წავედი. ერიჰა. ეს მართლა გაგიგიჟებია. ჩაის დალევდა კაცი, ჩაის. ჩაის თუ არა. არა და არა, ხო, კარგი, არა. 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 ხო, ეხლა კაცმა რომ მომწეს ერთი კათხალუდი, ესეთი ქარვისფერი, ნამიანი კათხა რო იქნება. აი ესე წვეთი რომ მოდის, ცოტა ქაფირო აქვს ესეთ ხლად და აი რაც უფრო ახლოს მიგაქრო ეს წყურვილის სურნელი რო გეცემა ესე და ნენდელა კბილებში რო გაცრი, ერთი ყლუპი, ერთი ცოტა არა ქაფთეს. ჩადის. არ მინდა. ვაიმე, რა კარგია რომ სახში ხარ, რატომ აბა ამერიკის ხარე გაუნდა გოგება ხელზე კარალი გოგი ვაიმე. რა ხარ? რა ხდება? მოიცა მე ვერაფერი ვერ გავიგი, მაგრამ კაი ამბავი რო არის, ნამდვილად ვიცი. კოტე ბაბუ ყოფილა ძალიან ცუდად. რა? კოტე. ვაიმე. არა, ისე კერვამა პროვინციურ ხოლმე ვიღაცაებზე თქმა. მართლა ძალიან ცუდად ყოფილა დამირეკა მამია. დახიდან ჩამოვარდაო და დაურეკიათ პაატასთვის. პაატას არა უღია მობილური, მე დაურეკიათ სახში არავინ არ ყოფილა. მამიამ დაგირეკა. ფრიდონის გარჩამ პაატასთან ტელეფონი და პაატამ წავიღო თეატრში. მართლა? დავიდეთ მაშინ თეატრში და უთხრათ მე. ლაპარაკობ, ესე იგი მართლა ცუდად არის. კაი, სანამ წავალთ ის მამია რანაირად დაგირეკა თქვენ? აი ეს მამია თქვენი ტელეფონის ნო. ვაიმე ლაშა, კარგი რა, ხო იცი რომ მამიას ბიჭს ურიგებდი ჩემი ძმის ცოლის დიშვილ როენას. ხოდა. ხარაი გამბავი. ვიცი მარა ხო. არ გამოვიდა ეგ ამბავი. კაი, ნუ გამომაყოლებ ამას. ხო, კარგი, არ მოგაყოლებ. და რა საჭმელი გაქვს და ლუც არ აყოლებს.
ამის ნახევარი რომ მქონდეს ჩემ ენზას იმდენ ლუც დალერდა რომ რა ვიცი ვაიმე კოტე ბაბუ კოტე წავიდეთ ხო წავიდეთ თეატრში ხო წავიდე შენ წამოხვალ თუ რა გასინავში არა მე ვისა რა ქვია ბარში ჩავა იქ ვინერვიულებ რა ხო მართლა წითელ ქუდას როზე რომ ბიჭი მოიყვანეს კარგი ბიჭი ხო თრალი გდია კულისებში და ვერ ვაღუძებთ მე რასამ სპექტაკლის ნერვიულობდა ბატონ ალექსი და მე როგორც უფროსმა კოლეგამ ბუჩიე ცოტა ჩაგვეფინა ხო და ახლა როგორც უფროსმა კოლეგამ მოიფიქრეს ასწრაფოთ რამე მე რა უნდა მოვიფიქრო არ ვიცი მოიყვანე ვინმე წითელ ქუდას როზე ოღონდ ბიჭი რაიდან მოვიყვანე არ ვიცი სპექტაკლი არ უნდა ჩამივარდეს მოვიყვანე ეს ითამაშებს წითელ ქუდას მოიცა ბატონო ფიდო მე აბა ვერანაირად აბა მაშინ ფიშუთი მე რანაირად ვიასვითამაში მოვისმინე ბატონო თუ გინდა რომ ჩემი ცოლის ამბავი გაპატიო უნდა ითამაშო აჰარა ეს ის არ არის თქვენ რომ მიფიქრეთ არა კარგი მოკლედ შენ იქნები წითელ ქუდა კარგი ხალხო რა წითელ ქუდა ნუ გამაგიჟებ კაცო კაცი გმირი ვარ მაია წმეთელი მაინც მათამაშა როგორ გულით გაპატიე მე შენ ყველაფერი გულით გაპატიე კარგი ხო თანახმავა კარგი თანახმავა ალექს თანახმავა რა უნდა გავაკეთო აი ეს ტექსტი ხო არ არის ძნელი არია და აი ეს კოსტიუმი ვიხედე ეს ალექს რა უნდა გითხრა თუ რაღაცა ტექსტი რამეს კითხო რომ მომინდეს ტექსტია დამოვიწყდეს რაღაც ყურისებში ხო იქნები კითხოში არა მე განათებაზე და რეკვიზიტებზე ვარ ლუბადეი და გახდა ძალიან უნდა მიხედო რა უნდა არა ბატონო ალექს კარგი რა გინდა პაატა ძალიან წითელ ქუდა მაგარი ხო ყოველთვის მქონდა ეჭვი რომ პაატა რომელიღაცა ზღაპრის პერსონაჟი იყო თეკლა ყვავილები უნდა გვეყიდა პაატასთვის არა პაატასთვის ჩვენთვის სახეზე ავიფარებდით სირცხვილია ვინმე ნაცნობი არ შეგხვდეს აქ რას მოვდიოდით ამ მანქანით რა წამოსულიყავით ავტობუსით 20 წუთს მაინც დავაგვიანებდით შეხედეთ რანაირად გადახტა არა ფეხით უნდა წამოსულიყავით თეკლა შეხედეს ვერ არის კარგად ნახე რას აკეთებს ჩვენ ხო რას ამბობ ელენე ჩვენ რას ვაკეთებ წხედვართ და მაგას უყურებთ რა გინდა თან მაგარი სპექტაკლია თან წითელ ქუდაც გაპარსულია ხილად ბაატა სადარი ბაატა როგორ შემოხვედით როგორ შემოვედით ძლივს ვიშოვეთ ბილეთები როგორ შემოვედით კი არა გვეხვეწებოდნენ შედით და შოკოლადებს მოგცემთო აბა ესეთი საშინელი შოკოლადი იყო ყელზე დამადგა წითელ ქუდა რომელია აი ეს თეთრი ბოტასები რომ აცლია აი მე ლაშა პაატა თუ მიჩვენება პაატა სიქ რა უნდა რას აკეთებს იქ პაატა რას და ბებიასთვის საჭმელი მიაქვს აი თურმე რატო აქვს მობილური გათიშული აი ხო თან ზღაპრებში მობილურები ხო არ არსებობს და მარცელაშა არაპირებდი შენ მოსვლას და რა იყო რამე მოხდა აი ელენე არა ვარ კარგ ამბავზე მოსულები რა და კოტია სუდად კოტე პაატას კოტე ნაბუა ხო უთქვია ჩემი შვილიშვილი ჩამომიყვანეთ სასწრაფოთო მე მგონი უკვე აი აბა როგორ გინდა რომ გააგებინო ეხლა ამას არის პაატა ვიცადე ვაშა დამთავრდეს და მერე ვუთხრა ეხლა ეს შოდის დამთავრდება პაატა რა
არ ესმის, აი არ ესმის. ისია გართული ამ გელთან ლაპარაკში რო არ ესმის. პარტა! ჩაიმე გაგიჟდება პატა რომ გაიგებს. აი ამაზე მეტი რაღა უნდა გაგიჟდეს. აი მივხვდი. რატო გახდა კოდემა მოწუნდა ხო? რატო და გაიგო ეტყობო პატა რა დღეშიც არის აქ და გახდა თუდად წინასწარ. ქალბატონო ნუნუ გელი ვერ იცანით? აი მე ფრიდონია. ფრიდონია, გელი ხო ფრიდონია. დედა საწყალი. ლაშა მე მაგას ლიფტის ბუს აღარ გამოვარ. ეს საწყალი მაგრამ მახსოვს კაცო, მახსოვს. სიარმინდა. ითელი ხუდი მარია. ითელი კაბა მარია. ბებიკოს ნაჩუქარია. ბებიკოს მოხსოვია. კაკუკ იგარის შენი შვილი ვარ ბებუ ოველი ხარ ითელ ხუდა ვარ ბებუ მოგიტანე ნაზუქი და ერბო შემოწი ეჰურდური და გაიღება კაცი ბებო ისეთი ნაზუქები მოგიტანე ბებო ისეთი ნაზუქები მოგიტანე რომ იფ ეგ ნაზუქები მათ დააწყვეტა შენ აქ მოდი ბებია რატომ გაქვს ასეთი რატომ გაქვს ასეთი დიდი თვალები ბებია იმიტომ რომ კარგად დაგინახო ხო ბებია რატომ გაქვს ბებია ტექსტი გამოვიწყდა მიდი ახლა შემჭამე რა ბანი მიდი კიდევ ფირამე ჯერადრია კარგი ბებია რატომ გაქვს ასეთი დიდი ცხვირი ამას მე არ უნდა გეუბნებოდი მაგრამ მაინც რა ცხვირი პატა რა ცხვირი აბა ლოყები პატა ეს ვინ არის მე მონადირე აქ რასაკეთებ წითელ ხუდა ბებიას სანახავად მოვედი მე ბებიას ნახვას ბაბუა გენახა ჯობდა ჯერა შემიგამია წითელ ხუდა წითელ ხუდა ეს არ არის ბებია შენი წამოდი ვიცი კაცო ფრიდონია უთამაშო პრაქტიკს წამოდი ეხლა წამოდი თორე შენ გესვი მგელის ნაცვლად წამოდი რა იყო ხალხო რა ერთი სერიოზული როლი მომწეს და ჯამაჭამეთ არ მოდი ხარა სანამ არ დამთავრდება არაპირებს გამოსვლას ეს გაუჩ
დაუჭრეს მგელს მუცელი და ამოიყვანეს ბებია. ახლა შენ ბებია. ვარ ბებია დედის მხრიდან. ჭირი იქა, კატო აქა. ხო, პადა, წადი თორე ჯერ ბაბუ აქა და თუ მალე არ დახვალ იქა. ავიღუპე. ბოდიში რა ბატონო. ავიღუპე და ეგა. ბოდიში რა ბატონო ფიდო რა. რა ბოდიში. გადაიღუპეთ ბატონო ფიდო, ყველა წასულა, ჩვენები არიან მარტო დარჩენილები, ამათ ნუ მოგერიდეთ. ხო, მოვდივარ, ხო, მოვდივარ. აქედან არა, პულისები არ გადიყო. მოიცა რა მოიცა. აქედან არა. ხო, კარგი პაატა, კარგი, ხო, თუ რაღაცა დარეკენ და შენს გვერდითა ვართ, არ მოგერიდოს, არ მოგერიდოს. ძალიან კარგი, კარგი, კარგი. რა, როგორ არის კოდებაბა? კარგად არის, კარგად, გადარჩა რა, გადარჩა. ნიკა სადაა? ნიკა რეზიკოსთან არის. ტელეფონით გადაიღო თქვენი სპექტაკლი და დავიდა უნდა აჩვენო. დაიწყეს ახლა ამათ რა, დაიწყეს. რა იყო ლაშა? მე კარგად ვითამაშე სხვათა შორის, რო იცოდე. კი. კი, ლაშა, შეუდარებელი იყავი. გამახსენე ხვალ ტექსტს დაგიწე. რა ტექსტს დამიწე? რა ტექსტს ლაშა და თეატრალურ ჯილდოს რო გადმოგცემენ სამადლობელი ტექსტი ხო უნდა თქვა? კარგი რა ელენე რა, კარგი რა, ნუ იცი ხოლმე რა ტექსტი უნდა დამიწე რა სამადლობელი დაჯილდო. მოვდივარ. ოი, ბატონო ფიტა, მოვდივარ. ძალიან დიდი ბოდიში რა, არ გვინდოდა მართლა რომ რაღაცა ესე მომხდარიყო, მაგრამ აი ხო იცით პაატას ამბავი და არა უშავს. მე ველაპარაკე. დამძანეთ. ველაპარაკე რეჟისორს და ყველაფერი რიგზია. რიგზია და რა თქვა რეჟისორმა? რაო და მომავალ სამშაბათს და ოთხშაბათს შენ პაატა და ნუნუ ხომ ვერ მოიცლით. ბოლნიში გვაქვს გასტროლი. ბოჭა რა მოვეწონეთ? რაღაც კორექტივებს შევიტანო თქვა. ხო. მაგრამ საერთო ჯამში აღფრთოვანდა. აი, უარგჯერა შენ. არა, რა ამას ვერ წარმოვიდგენდი ნამდვილად. წავალ მე ტექსტს დაგიწე. რა ტექსტი უნდა გაგიწე? რა ვიცი, რაღაცა მეხუმრება რა ვიცი რა. ჯილდოს მოგცემენო ვითომ და ტექსტი უნდა დაგიწერო სამადლობელიო თუ რა ვიცი რა. ელენე, არ გინდა მაგ ტექსტის დაწერა. მე დაწერილი მაქვს ეგ ტექსტი. კარგად მისცი. ჯერ არ გამომიყენებია. გინდა გითხრა როგორ იწყება? როგორ? ამხანაგებო.